მოგესალმებით თბილისიდან საბურთალოზე მდებარე მარაკანას სტადიონიდან, სადაც 2015 წელს დაბადებულთა ბავშვთა ფინალური დაპირისპირება გაიმართება. ინტერ მილანო ჯორჯია ხდება ავაზას. შვიდობის თასის ფინალია ეს, ინტერი არის მოქმედი გამარჯვებული და ეს ეცდება ტიტულის დაცვას. ტურნირის მთავარი იდეა არის სპორტით მეგობრობის, ერთიანობის და მშვიდობის პოპულარიზაცია და საკმაოდ საინტერესო ფინალი გველის 37 გუნდი იღებდა მონაწილეობას, 7 ჯგუფში იყვნენ გუნდები განაწილებულნი. გადიოდა საუკეთესო პირველ ადგილოსნები ბუნებრივია და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი. ინტერ მილანს 100%-იანი შედეგი ჰქონდა ჯგუფურ ეტაპზე, მათ დღევანდელ მეტოქეს პირველობისთვის გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა დაეხმარა. ინტერის აკადემია იყო ვიკინგებთან, ხაშურის იბერიასთან, რუსეთის აკადემიასთან, უქიმერიონთან და მარბისთან 29 გატანილია, ერთი გაშვებული. პირველი ადგილი შესაბამისად, ავაზას კი მოუწია დიღომთან. შეღავათო ბრძოლა 13 ქულით 4-4 მოგებით და თითო ფრით დაამთავრეს გუნდებმა ჯგუფური ეტაპი. 32 გაშვებული გატანილი და 5 გაშვებული ჰქონდა დიღომს, ავაზას 37 გატანილი და 9 გაშვებული და მხოლოდ აი ამ ბურთების სხვაობით მოახერხეს მათ და დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. შემდეგ ავაზას მეოთხედ ფინალური მატჩები ჰქონდა ბუნებრივია ინტერის მსგავსად. დავნახოთ ვისი აჯობებს დღეს, ყველაფერი მზად არის შეხვედრის დასაწყებად, აწვენს თბილის უკანასკნელი გამხნევება ერთმანეთისა ბიჭების მხრიდან და ვინ იწყებს თამაშს, ნახავთ ამასაც. ავაზამ დაიწყო და ეგრევე დარტყმით კარში დაიწყეს. ეს დარტყმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ლუკა ჯინჯოლიოსთვის. ნახოთ როგორ ჩაივლის საწყისი წუთების ზრუნებათა ღელვა ბავშვებისთვის, მშობლებისთვის. ლომსამი იყო ბურთი, შემდეგ ვარშანა, რომელიც როგორც წესი ასხივებს თავის სიმშვიდეს. ჭრელას ბურთი დუდუს მისდის. ჭრელა უყავს კარის მიმართულებით და ეს პირველი გოლია. შენ გენაცვალე ჭრელ. 1-0 ძალიან სწრაფად ინტერის აკადემია ახერხებს ანგარიშის გახსნას და შეიძლება ითქვას საკმაოდ მარტივადაც გააქვთ გოლი, ულამაზესი გოლი გააქვს ჭრელას. ყველაფერი დაიწყო თავისი ნახევრიდან, ვაშანამ იპასა ჭრელას. ჭრელამ გააყოლა ბურთი დუდუს, დუდუმ სცადა რომ შეუტიოს და დაარტყას. დაკარგა კოორდინაცია, წამოდგა და ყველაფერი მოხდა ისე რომ ბურთი მიუვიდა ჭრელას, რომელსაც უსიგრძე განო მონაცემები აქვს, ძალიან ტექნიკური ბავშვია. ასეთ სიტუაციაში, როდესაც ის თითქმის პირისპირ ამხელა გასულ კართან დარჩა, მას გოლის გატანა არ გასჭირვებია. ნახოთ რით უპასუხებს ავაზა. არ გათამაშობს ამ გუნდის ცენტრფორვარდი, მშობლები ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვენ. აქედან არ გამოჩნდა, იყო თუ არა თამაშის წესის დარღვევა, არბიტრმა თამაში გააგრძელებინა ფეხბურთელებს ზაზა. ონისთან ათამაშებს გუნდს ახლა მარჯვენა ფლანგიდან გადაწყვიტეს ინტერნაციონალის ფეხბურთელებმა რომ განავითარონ საკუთარი იერიში, არ გამოვიდა არაფერი და ბურთი რჩება ავაზას, რომელიც აი ახლა გაათამაშებს სტანდარტს. დემეტრე ონიანი და ნიკოლოს ვარშანიძე. ლუკასმა დააყენა ცოცხალ კედელში პირდაპირ კარისკენ, აკავებს ამ ბურთს ლუკასი. ჩვენი კატა
და იქვე ლონგსას გავლით ცდილობენ ამოსვლას. გააბის პასი ზაზაზე ზუსტია ერთი შეხებით გადაცემა უონიზე, რომელმაც გახედა საჯარიმო მოედანს, შეწოდება სცადა დუბლის მიმართულებით, თუმცა რიკოშეტია და კუთხური ექნებათ ახლა ინტერნაციონალის ფეხბურთელებს. ისევ ჭრელას მისდის ბურთი, აბა ვნახოთ რას მოიფიქრებს ამჯერად. გადმოატარა ფეხი, ბურთს აგრძელებს თავისი ტექნიკური უნარჩვევების ჩვენებას. გაბი ურტყამს შორიდან, შემდეგ ზაზა ცდილობს ბურთისთვის მიმართულების შეცვლას თავით, თუმცა მის დასამწუხაროდ ეს ზაზა ნადერეიშვილს არ გამოუვიდა. ხედავთ, 3 წველი, 3 საფრდენი და 2 ფორვარდი თამაშობს. ინტერი რომელიც საკუთარ კარგად აგორავებს ბურთს, ეს სწრაფი გოლი, რომელიც ჭრელამ შეაგდო, რა თქმა უნდა, მუხტის მონტანი იქნებოდა და ასევე სიმშვიდის მონტანიც იქნებოდა. გუნდისთვის, რომელიც დაწინაურებულია ანგარიში. კარგი პასი ზაზაზე არ გამოვიდა ზუსტი გადაცემა, ისევ ჭრელა თამაშობს ბურთზე, შემდეგ ვარშანამ დაარტყა საკმაოდ კარგად, კუთხური მოითხოვა და მისი მოთხოვნა საჯმაც დააკმაყოფილა. ჯერჯერობით ავაზას ნორმალური იერიში არ ჰქონია. კუთხურს არაფერი საინტერესო არ მოჰყვა, კონტრიერში თუ გამოუვათ ბიჭებს, მათი ცენტრი ფორვარდი, რომელიც 19 ნომრიანი მაისურუთა ცდილობს რომ მიაქტიუროს, თუმცა ჯერჯერობით მას უკლავდებიან. დუდუა ბურთით. ტრელას უკლავდებიან ამ სიტუაციაში. პრესინგს თამაშობს ინტერი, რომელსაც მოაქვს შედეგი, ვარშანა არასამუშაო ფეხით ურტყამს საკმაოდ კარგად, თუმცა ძლიერი დარტყმას არ გამოუვიდა. ისევ კონტრიერში ცდილობა, მაგრამ აქაც არაფერი გამოდის. ჯერჯერობით საწყისი წუთები აშკარად ინტერისაა, ვარშანას უარდნა ზუსტი გამოდის. ბრძოლა ბურთისთვის ცოტა ქაოტური მონაკვეთი, ვინ იქნება პირველი ბურთთან, ჭრელა, მაგრამ ვარდნაში კარგად თამაშობენ მის წინააღმდეგ. ლეჟავა ნიკოლოზის ვარდნა ვნახეთ, შედეგიანი საკუთარი გუნდისთვის. შედათ აგორავებენ საკუთარ ნახევარზე, ინტერის ფეხბურთელები ბურთს ეს მათ არ ეშლებათ როგორც წესი. საკმაოდ კარგად არის გუნდი აი ამ მხრივ ნავარჯიშები. ისევ ჭრელა ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია თამაშის სტარტზე საკუთარი გუნდის მხრიდან. სველია მინდორი და უკვე მე რამდენი ეპიზოდია რომ ვერ გათვალეს ბავშვებმა ტრაექტორია და ვერ მოახერხეს ამბობს გაჩერება, აქ რა ხდება, აქაც უჯარიმოდ თამაშობს ტიტე, რომელიც განხტარა უკვე ორჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა ასაკისა, ტურნირის საკეთესო ფეხბურთელი. გუნდის გაეცა ბურთი წინათ, რომ გამომდინარე ისევ ხედავთ რომ ავაზაა ბურთით შორიდან დარტყმა, ასეთ დროს, როდესაც სველია ბურთი მინდორი, რა თქმა უნდა, 1-2-ად იზრდება აზრი მსგავსი დარტყმებისა. მარჯვენა ფლანგზე მოხდა გადატვირთვა. შვიდად გაერკვა ლონგსა სიტუაციაში. ერთ შეხებით ზაზა ვარშანაზე, ვარშანა გადაკიდა დუდუზე, დუდუს ჩაუკუთხეთეს, ჩაუხურეს. მოვარდნეზეც არ გამოვიდა თამაში და კაპანაძე ანდრია ეუფლება ბურთს, ძლიერი დარტყმა. ის ნახევრისკენ ის შესრულებით.
აქაც არაფერი. ჯერჯერობით საკმაოდ მარტივად და მშვიდად ახერხებს ინტერის აკადემია ამ ანგარიშის შენარჩუნებას, რომელიც მათ სწრაფად პირველ ერთ მეორე წუთზე მოიპოვეს ჭრელას შედევრალური გოლით. საკმაოდ ძლიერი წვიმაა დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში. წმინდა საფეხბურთო ამინდი გვაქვს. და მორიგი კუთხური. კუთხურების წვიმა გვაქვს. დაწყისი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ინტერის აკადემიის მხრიდან ისევ ჭრელა მიიღო ბურთი. ნიკოლოზ ჭრელაშვილმა ლომსას გადააწოდა ამ უკანასკნელმა გაარტყა, თუმცა ლავაც კაპანაძე ანდრია შვიდად ეუფლება ბურთს, ადმინა დავლივით ომისთვის ეს დარტყმა. ონი მარცხენა ფლანგიდან აუტი ექნება ავაზას, რომელმაც მას შემდეგ რაც ჯგუფში ბოლო თამაში იბრძოლა და ფრით და საუკეთესო უკეთესი ჯგუფების ხაობით გადალახა ჯგუფური ეტაპის ბარიერი, ინტერის აკადემიის მსგავსად მეოთხე ფინალური მატჩი და შემდეგ ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც გუშინ გაიმართა, საკმაოდ მშვიდად და მარტივად მოიგო. გაბისგან პასი ზაზაზე, ონი თუ დაეწევა ბურთს. არ გამოვიდა ამ ბურთზე თამაში. კაპანაძე მაიტანა ბურთი მაღლა. შემდეგ ლეჟავა ნიკოლოზის შეხრება ვნახეთ ბურთთან, რომელიც აღმოჩნდა არაზუსტი. ლავაც სიმშვიდეს ასხივებს ვარშანა. იგივეს აკეთებს ლუკასი. გაბრიელ როსტომაშვილმა ისევ მეკარეს დაუგორა ბურთი, აი აქ გადის პასი დუდუზე. რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა, ოდნავ წინ გაეცა დუდუ ახსაბაძეს ბურთი. თუმცა მიუხედავად ამისა, კუთხურის მონადირება საკუთარი გუნდისთვის მოხერხდა. მორიგი კუთხური. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოა ეს კუთხურები, დარტყმამდე საქმე ჩაწოდების შედეგად არც ერთხელ არ მივიდა. ინტერესთან განსხვავებით ხედავთ, რომ ავაზა თავისი მეკარის გავლით მაინც ის ნახევრისკენ იგერიებს გულს და ასეც ცდილობს, რომ ავიდეს. აი ახლა ძალიან კარგი მომენტი ექონდათ ავაზას ფეხბურთელებს. ლეჟავა ნიკოლოზი პირისპირ დარჩა ლუკასთან, მაგრამ ლუკასი დროულად აკეთებს ნაბიჯს წინ, მაქსიმალურად უზრდის მეტოქეს სხეულის ფართობს და ახერხებს აკადემიის გადარჩენას. მისი და მისი იმედი მის თანაგუნდელებს ყოველთვის შეიძლება რომ ჰქონდეთ. ონი ცდილობს რომ განარიდეს ბურთი საფათო ზონას, შემდეგ მაგრატელა დარტყმა არ გამოდის, აქ დუდუ ამოდის პრესინგზე და ისევ კუთხური. პენსიონერებს კოტე უდიკაძე საკუთარი ახალგაზრდა უნიჭიერესი შეგირდებით, რომელიც მორიგი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებიან. ზაზანადერიშვილს მისდის ბურთი პასი მარჯვენა ფლანგზე, ჩაწოდება თუ გამოვა, რბილი დაგდება. დუდუ კიდევ ერთი ჩაწოდება, კიდევ ერთი დარტყმის ცდილობა ახლოს არის ინტერი გოლთან, თუმცა საფათო ზონიდან ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა მოიგერიეს. ბოლო კაცად ჭრელა იყო დარჩენილი, ონია ცოტა აქეთკენ
გადმოწეული დარტმას ცდილობს რომელიც დაუბლოკეს კიდევ ერთი მცდელობა დარტმისა აქაც არ გამოვიდა ეს დარტმა ზუსტად და აი ახლა ცვლილებაა ეს ტრადიციული ამბავია ინტერის აკადემიაში მხოლოდ ლუკასი რჩება იმ ფეხბურთელებისგან რომელმაც დაიწყეს დღევანდელი შეხვედრა შეიცვალა წინ მოთამაშე 8-ვე ბავშვი თუმცა პირდაპირ გადაჭრილდა თამამად შეიძლება თქვა რომ სათამაშო ხარისხში ინტერისა არაფერი შეიძლება აი ამ ცვლილების შემდეგ სამოვაქვს ბურთი სანდროზე დამძიმებული მგრიდან გამომდინარე ცოტათი უჭირთ ბავშვებს განსაზღვრონ ბურთის ტრაექტორია დემე მერე პასი გამოვიდა ოშტასტილოს მის დაზღვევას აკაიგერიეს ბურთს დარტმამდე მიიყვანეს საქმე ავაზეს ფეხბურთელებმა, როგორც 13 წუთი მიმდინარეობს აი ახლა მატჩისა დაახლოებით და პირველი დარტყმა რომელიც განხორციელდა შორიდან ლუკასის კარის მიმართულებით, რომ ისე ნახეთ შენერები წუთის წინ საკმაოდ კარგი მცდელობა, როდესაც მახვილი კუთხიდან უტყამდნენ ლუკას ჯინჯორიას და მან მოახერხა საკუთარი გუნდის გადარჩენა. თორნიკე ოშკაძე მიიღო დაზიანება. იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი უწყობში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის. იდეალური 6-იანი, 8-იანი როგორც გენებოთ. რომელსაც აი ახლა აპლოდისმენტებით ამხნევებენ და ისევ ვარშანას ხედავთ 98 ნომრიანი მაისური გუნდზე გამოსვლას. სანდრო დასწრებაზე თამაშობს კარგად. მოიხედა აუარა კიდევ ერთ მეტოქესაც გვერდი კარში დარტმაზე ფიქრობს სანდრო. პირდაპირ ხელებში მისდის ბურთი ანდრიას. ისევ ძლიერად სწრაფად წინ ანდი დახტა ამ ბურთს. უჭკვიანესი უთხრილესი ძველი ინტერის აკადემიის პასი გამიიღო ბურთი გაუგო ერთს ნახოთ რას მოიფიქრებს ოდნავ შეტეხა კუთხე მაგრამ წაუვიდა საყრდენი ფეხი ისევ სანდრო მისი კიდევ ერთი მცდელობა გაუვარდა ბურთი მეკარეს ხელიდან და ინტერნაციონალე მიიღო საჩუქრად კუთხური აბა ნახოთ ახლა სხვა შემადგენლობით მოთამაშე ინტერი თუ გახდება რაიმე საინტერესოს კუთხურიდან ამ მხრივ უდიდესი უპირატესობა აქვს მათ. იგი ზედმეტ სახელად რომელიც როგორც წესი ამართლებს თავის ზედმეტ სახელს მუდმივად ანთებული თვალებითაა მუდმივად ჩართულია თამაში და სულ თავგანწირვით იბრძვის. ანდის აქვს შანსი დარტყმის ცოტა შეუშალეს ერთმანეთს ხელი მან და სანდრომ თუმცა რუთით ინტერი დარჩა აქაც მცირე გაუგებრობა ფეხბურთელების ისევ სანდრო ვარშანა მოითხოვა მიიღო ძლიერი განწეული პასისა და დაუბლოკეს შემდეგ რბილი გადაცემა საჯარიმო მოედანში და დანი უპამს არასამუშაო ფეხით მარცხენა ფეხით არ გამოუვიდა მას ზუსტი დარტყმა მორიგი ატანა ჭელო იბრძვის დემეტრე ჭელიძეც მუდმივად ანთებულია
ძალიან სწრაფი, სხარტი, მებრძოლი, მცველი. ინტერისა ვარშანა უკან ცდილობდა პასის გაკეთებას, შეცდომას უშვებს. თუმცა დააზუსტეს ის თანაგუნდელებმა და აი აქ უბრალოდ ნიკოლოზმა არჩია რომ ბურთი აიტანოს მაღლა. რეალურად პასს ფიქრობდა მგონი, მაგრამ ზუსტი გადაცემა სანდროზე არ გამოვიდა. აკა კარგად მკლავდება ერთ მეტოქეს, ფეხებს შორის გაუძვირნა ბურთი, მეორესაც იგივე ჩაუფიქრა, თუმცა არ გამოვიდა, აქ ხელი თამაში მოითხოვეს, მაგრამ საჯმა გააგრძელეთო. ანდიაშვილს დარჩა ბურთი, ეს ფაზების გამჭრელი პასი მას არ გამოუვიდა. კარგად იბრძოლა ისევ ანდრია წერეთელმა, ვარშანას უმშვიდესი გადაცემა მარცხენა ფლანგისკენ, ბრძოლა აბურთისთვის წაგებულია პოზიცია. თუმცა ჭელოა აქ უკვე დამაჯერებელი, ცოტა წინ კი გაექცა ბურთი, მაგრამ თავარია მისთვის და მისი გუნდისთვის ახლა ის რომ გადმოჯგუფდებიან საკუთარ ნახევარზე, ყველა თავთავიან პოზიციაზე დადგება და ასე ეცდებიან აღუდგენ კედელივით წინ მეტოქე გუნდს და გუნდის ცდელობას. პასიკა ისევ სანდრო სანაძე ორი ფეხბურთელია მის წინ, ერთი ერთზე მისთვის როგორც წესი ერთი მეტოქის მოტყუება არ არის პრობლემა. აქ ვარდნაში კარგად მკლავდებიან ლეჟავა ნიკოლოზის მორიგი შედეგიანი ვარდნა ნახეთ შემოსობაში. ზოლა ბურთისთვის ვარდნაში თითქოს დაწაგებული ჰქონდა ვარშანის პოზიცია, მაგრამ მოახერხა მან მაინც ზუსტი პასის გაკეთება. დამძნებულია ბურთი, მისდის სანდროს, რომელიც უტყამს საკმაოდ კარგად ჩაიფიქრა და არ დროც ჰქონდა, თუმცა აქაც ააცილა. სანდრო დაგეშილია დღეს უკვე მესამე დარტყმის მცდელობა ნახეთ მისის მხრიდან. ანდრიამ ნიკოლოზს გადააწოდა ბურთი, ავაზა მორიგიერიში ჩაიფიქრა, თუმცა აქაც არაფერი გამოდის. პასიკა მაინც ახერხებს მოტრიალებას, ბურთზე ბრძოლას. მას შემდეგ რაც მას დანი მოპასა, აქ რა კარგად გაათამაშეს ავაზას ფეხბურთელებმა კედელი, შემდეგ პასი წინ, თუმცა უკვე აქ დემია. ჯინჯორიას დახმარებით გამოიტანეს ბურთი მაღლა. ისევ ვარშანა თამაშობს კარგად. შემდეგ ჭელომ წაუწყა ბურთზე ფეხი მეტოქეს. და მორიგი აუტი გვაქვს. 1-0 უცვლელი ანგარიში, სწრაფი გოლი. ნახეთ ინტერის აკადემიის მხრიდან ეფექტური, ლამაზი გოლი. მას შემდეგ არც ერთ და არც მეორე გუნდს მიუხედავად იმისა, რომ დარტყმების მცდელობები ბევრი იყო, განსაკუთრებით ინტერის მხრიდან, შედეგიანი დარტყმის განხორციელება არ გამოდის. ზოლაბურთისთვის მეურნეობის ცენტრში დანი ჯანაშიანაც არ მოაკლო ბრძოლა მეტოქეს და გამოვიდა ისე რომ ანდრია წერეთელი დაადანაშაულა არბიტრმა. და ბურთი დაუტოვეს სანდრო ბუჩუკოვს. იქვე ყავდა მას თანაგუნდელი ლუკას სახით, უდაპირსა ჯერიმო მოედანში გაიგზავნა ბურთი და მეორე მცდელობა უკვე ავაზას ფეხბურთელების მხრიდან რომ მაკრატელა დაარტყმათი დაალაშქრონ მეტოქე გუნდის კარი. აქაც არაფერი გამოვიდა, სანდროს ჩანს ფლანგის შეცვლა სულდა. არ გამოვიდა. ისევ ჭელო იბრძვის ბოლომდე
ეს ბურთი ლუკასისაა. ინტერის აკადემია, როგორც ხედავთ, მეტოქისგან განსხვავებით, ცდილობს, რომ იქვე მოკლეზე აკინძოს, საკარიერში მოამზადოს და აი ამ ბურთის გორებაში საკმაოდ უხეში შეცდომა დაუშვეს ინტერის ფეხბურთელებმა, თუმცა მეტოქემ ეს შეცდომა ვერ შეირგო, ვერ დასაჯა ისინი და შესაბამისად ერთ ანგარიში გააყაიმა. გიჟის პასი წინ პასიკა ბულზე ვერ თამაშობს, დანი თუ ითამაშებს, მაგრამ მგონი კუთხური უნდა იყოს. ის სწორად ნახე. ხო, არა. აშკარად მეც მართალი ვიყავ, იმიტომ რომ ინტერის ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც ყველა კუთხურს ითხოვდა. თუმცა არბიტრმა ეს ვერ შენიშნა. ვარშანას ამოტანა. პასიკა თამაშობს ძალიან კარგად, ართმევაზე ერთ წუთი პატარაა ის სხვათა შორის აბსოლუტურად ყველაზე ინტერის აკადემიაში. ჭელო და აკა აქეთა ფლანგზე არიან გადმოსულნი, აქეთ არის სანდრო სანაძეც. გრძელდება იერიში კიდევ ერთი აუტი იქნება, ოღონდ აიახლა აუტს მოაწვიან ავაზის ფეხბურთელები. ჯანაშია თამაშობს. კარგი გათამაშება ბურთისა, აკა ვარშანა და სანდრო ჩაწოდება სანდროსგან, რომელიც დაიბლოკა, აგრძელებს ის თავის მცდელობას. სანაძე. აქ ავაზას ფეხბურთელი წაიქცა. ჯარიმას ითხოვდა მშობლები, თუმცა უარწდები არბიტრმა თამაში გააჩერა, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვს დასჭირდა დახმარება. არა, ჯარიმა ყოფილა. ნიკოლოზმა დაუჩნდა ამ სტანდარტის შესრულების უფლება ბუჩუკურს. აბა რას მოიფიქრებს სანდრო. მის წინ ცოცხალ კედელში. ვარშანა და სანდრო აღმოჩნდნენ, აბა ვნახოთ აქ რა ხდება, აქ უთხრდება. კარს და პირველ ტაიმის დასასრულია ეს. ჭრელაშვილის გოლით ინტერის აკადემია პირველ ტაიმს უგებს ავაზას, შევისუნოთ ცოტა ხანი და სულ მალე დაგიბრუნდებით. 2015 წელს დაბადებული ბავშვები ათამაშებენ ფინალს ერთმანეთში. ინტერის აკადემია ეთამაშება ავაზას 1-0 ანგარიში. პირველივე წუთზე სწრაფად მოხდა გოლის გატანა. ნიკოლოზ ჭრელაშვილი გახლავთ ჯერჯერობით ერთადერთი გოლის ავტორი დღევანდელ თამაში. მეორე ტაიმი როგორც ხედავთ დაიწყეს ინტერის ფეხბურთელებმა, ვარშანას აღთონდა მაღლა, მაგრამ ცოტათი ზედმეტად ძლიერი გამოვიდა გადაცემა. ავაზა არის ბურთით. მათ გასათანაბრებელი აქვთ როგორც მინიმუმ დარჩენილ დროში. პირველ ტაიმში ნახეთ 2-2 მცდელობა ავაზას დარტყმისა. იქ ბოლოსკენ მესამე მცდელობას იყო, ალბათ უფრო ჩაწოდებას ცდილობდა სანდრო ბუჩუკური. დარტყმა კარისკენ გამოვიდა. ინტერს ჰქონდა ბევრი კუთხური, თუმცა აი ამ კუთხურებს არაფერი მოუტანა გუნდისთვის.
მატჩის სტარტზევე მცირე კონცენტრაციის დაკარგვა განაპირობა ის, რომ საკმაოდ კარგ ხელსაყრელ პოზიციაში დატოვეს ჭრელა, რომელმაც თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან. ისე ვარშანა. სწორედ ჭრელაშვილზე გადაცემა, ონი თამაშობს თავით, რა კარგად დაარტყა ონიანმა, თუმცა ასევე წინვალე სეივია ანდრიასი. შემდეგ ვარშანა. გაბი არ გამოუვიდა გაბრიელ როსტომაშვილის ზუსტი პასი წამოვიდა ავაზას კონტრიერში ჭრელა ვარნაში ცდილობდა განუხდა სიტუაციისა აქ ბრუნში გუთის მიღებაც არ გამოვიდა კარგად თუმცა ონიანი რომელიც სადაც ხედავთ კაპიტნის სამკლაურით არის ის ტიტე რომელმაც ახლა მიიღო გუთი და გიჟი თავიდანვე ამ გუნდში არიან მას შემდეგ რაც საქართველოში ინტერ მილანოს აკადემია გაიხსნა. კარგია ონიაკაც სრულჩვენება. შემდეგ ტექნიკურად ცდილობს თამაშს, მაგრამ არ გამოდის, დაეცა პასი ზუსტი გასცა დუდუზე. ისევ იბრძვის ონიანი უცი დაიკარგა ვარშანა როსტომაშვილზე გადაცემა რომელმაც შენიშნა მარტო მყოფი ჭრელაშვილი კარგად ატარა ლუკი ჭრელამ ჯარიმაც არ არის ტიტე რომელსაც საკმაოდ კარგი გარტყმავს დაყენებული ურყავს ამჯერადაც ზაზა თავგანწირვის ბრძოლაში იბრძვის იქვე იგივე საკეთებს დუდუ ვარშანას თეთრ წვერით არ გამოვიდა დარტყმას სხვა გზა არ ჰქონდა ასენა და ეცა და აი ახლა დაარტყა ვარშანა საკმაოდ კარგად უკიდურეს კუთხეს იმიზნებდა მაგრამ ცოტათი უნდა მას მიზანმა ის ამოსატანად ემზადებიან ავაზას ფეხბურთელები. შვენიერი მიღება იდეალური ლუკასგან. სახელად თედიაშვილია ავაზას 10-იანი. ტიტე თამაშობს თავით, შემდეგ ლომსა თამაში გრძელდება. ისევ 10 ნომერი ავაზასი. გააგორა ბუქი. მომღერლის ჩამორჩენაშია და დარტყმაც შედგა, მაგრამ რიკოშეტმა ლუკას საქმე გაუადვილა, მორიგი შეცდომა. და გადაშენა ინტერის ფეხბურთელები. ასე ზაზაზე. რომელსაც აბსოლუტურად ყველა თამაში ამ ტურნირზე აქვს გატანილი გოლი. ჯგუფური ეტაპიდან მოყოლილი ზაზამ თავისი ალღო ყველგან გამოავლინა და გაუმართლა იმედები თანაგუნდელებს ჭრელას რბილი ჩაწოდება დიდი ცდილობს თამაში ონიმას ვერ და სილე გაუგებრობა არა და ზაზა დუდი ონი სამივეს თითქოს და შეეძლო ამ მომენტში დუდზე თამაში მაგრამ არც ერთს არ გამოვიდა მორიგი ამოტანისთვის მზადება გუნდენალის ჩამორჩენაში ლომსა ვარშანა ონი ორი ფეხბურთელიანის წინ რა კარგად ტრიალდება შემდეგ აგრძელებს ლას წინ ისე ზაზა მას გახედა საჯერმენოდანში ყოფ თანაგუნდელებს ონის უპასა ონი ვარშანას დაუგორა ვარშანამ გადმოიტანა ბურთი
არა სამუშაო ფეხზე დარტყმა სადა მაშინ დარტყმა დაიბლოკა ის ვარდნაში კი აღარ გამოვიდა შემდეგ ხეირიანი დარტყმის შესრულება არისო მაინც კარგი ამოტანა ომის ჩააბარეს ბურთი ტექნიკურად ცდილობდა ის რომ დაუგდოს ზაზას ესეც არ გამოდის შემდეგ ვარშანა ჯარიმდება მოუდის ცენტრში ნახეთ აბა ამ საჯარიმოს როგორ გამოიყენებენ ახლა ავაზას ფეხბურთელი სამკაციანი ცოცხალი კედელი ვარშანა ონი და ზაზა შორიდან დარტყმა, რომელსაც ცოცხალი კედელი მიგერიებს, შემდეგ დიდი თამაშობს დურდოს და სწრაფად კონტრიერში წასვლა და გადასვლა. ინტერნაციონალეს არ გამოსდის. თუმცა არც ავაზდას გამოსდის ამ სიტუაციაში. თავისი იერიში საწყობა. ხელახლა უნდა ჩამოწოდდეს აუტი. იტენ უპასა ჭრელას, ჭრელამას სადა რომ გასცეს ბურთი. დაბიგერიებს შემდეგ შორიდან დარტყმა საფრთხე დარტყმა იყო მაგრამ ბურთი მიზანს ხდება ლეჟავ ნიკოლოზი ძალიან აქტიურობს ავაზის მხრიდან რამოდენიმე დამაჯერებელი ვარდნა ნახეთ მის მხრიდან პირველ ტაიმის ბოლო წუთზე მან შეასრულა ის საჯარიმო დარტყმა რომელიც მცირე მანძილით აცდა ნიკოლოზის კარს და აქაც ის უთხრამდა დიდი ჭრელამ შეცვალა მხარე დაარტყა მეკარენ ბულგერია გადმოგდებულზე ზაზა ვერ თამაშობს გრძელდება ინტერესი იერიში ომი გამოვიდა კარგად ბურთს დამორჩილება მაგრამ ვარშანა აქ არის შეტევაში ჯარიმდებიან ინტერის ფეხბურთელები საკუთარი ნახევრიდან, საკუთარი მესამედიდან ახლა ავაზა ამოიტანს ბურთს. გაარტყეს ზაზას, ბურთი დუდუს დარჩა, მაგრამ მეტოქეს მან ვერ გაუგდო, შემდეგ ჭრელა ისევ დუდუზე გადაცემა. ამშვიდებს იდუ ახსაბაძე. ისე აბურთით წავიდა წინ, კარგაცაც იარა და შექმნა. ნაწილობრივეს გოლი, თუმცა სასტვენი და აჯარიმეც აქ სიტუაციაში, როგორც ჩანს დუდუ ახსაბაძეს. საჯი. საკმაოდ კარგი სოლო რეიდის შედეგად ბოლოსკენ თამაშის წესი. სწორედ მას დაურღვევია და ტიტეს მიერ გატანილი გოლი. გაუქმებულია უცვლელი ანგარიში, ისევ 1-0-ია. ავაზა წამოვიდა, ტიტე აღმოფხვრა. მეკრებუნდისა ეს მცდელობა ჭრელა ლავაც ტექნიკურად თამაშობს. ისევ უდუმი იყო ბურთი. მორიგი საკმაოდ კარგი ვარდნა. გიორგი ხაბეიშვილი თამაშობს დუდუ ახსაბაძის წინააღმდეგ ამ სიტუაციაში. კარგად ვარშანაზე ჩაწოდება, ვარშანას ჯერ მოედანისკენ გზავნის ბურთს, როცა დაარტყავებს დუდუ ზაზა ახერხებენ. ამ ბურთის მიღებას და ბურთზე თამაშს, თუმცა ხედავთ რომ ლონსა იყენებს თავის გაბარიტებს, დომინანტურად თამაშობს და არ გვევინებს თამაშის წესს მეტოქს. ტიტემ ჭედლიძე ორკაციანი ცოცხალი კედელი მის წინ ხალხრავლობა ავაზას საჯარიმო მოედანში ჭედლიძე ურტყამს ზედმეტად ძლიერად და მაღლა გაუშვა მან ამჯერად ბურთი. არა და არაერთის გვინახავს მის შესრულებით შორიდან
არაჩვეულებრივი და რასთავარია შედეგის მომტანი მისთვის და მისი გუნდისთვის დარტყმა. ისე ლომსა არ გამოვიდა ეს პასი დუდუზე. აქ ვარშანამ ჩაჭრა. დუდუ. აუტყეს გუნდზე ფეხი. ლომსა. ნაკაც ავიწრევს მეტოქეს უკან პასი. უსვით არ გამოდის. ქაოტური მონაკვეთი მოედის ცენტრში. ვარშანაც იკენებს თავის გაბარიტებს პასი დუდუზე. დუდუ ფარავს გულს კორპუსით, მიმოიხედა ქუსლით ცდილობს რომ გააკეთოს გადაცემა. გამოდის პასი, სადაც არავინ არ ამისი თანაგუნდელებისგან ისევ ჭრელა. ზაზა ლომსა და შოვიდა. არა ზუსტი დარტყმა. მორიგი ამოტანა ვარშანა თავით თამაშობს, მაგრამ მისდა სამწუხაროდ პასი არ გამოუვიდა, ონი როგორ მიიწება ბურთი. ტრიალებს შემდეგ ონიანი ვარშანა ფლანგისკენ არჩია რომ გადაშალოს, ჭრელა მარცხენათი. ალბათ დაარტყმა. სუსტი გამოუვიდა ჭრელაშვილს ეს დარტყმა. ჭეძლიძე თავით. ონი გაბრიელი ლომსა უკან შვიდად ათამაშებენ გუნდს. ინტერის აკადემიის ფეხბურთელები ჭეძლიძეს პასი ისევ გაბიზე. როსტომაშვილმა ფლანგზე ონისკენ გადაიტანა, საკმაოდ კარგი ვერტიკალური გადაცემა გავიდა, ონიმ დაარტყმა. აი ამ დარტყმასაც მეკარე უმკლავდება. ფლობს ინტერვიუ უპირატესობას უდაოდ, თუმცა ნუ ანგარიში. ყველგან 1-0-ია და ერთიანი სხვაობა ყოველთვის საფრიფათოა. ისევ ცვლილება. კვლავ ვარშანა რჩება. სამწუხაროდ კოშკამ ვეღარ გააგრძელა თამაში. მას შემდეგ რაც სწრაფად გამოსვლის შემდეგ პირველ ტაიმში მიიღო ტრაუმა. თორნიკე კოშკაძეს არ ყოფნა ამ გუნდისთვის თქმა უნდა განაკლისია ეს პასიკა, ეს შანსია ერთმანეთს, ისევ ერთმანეთს შეუჩალეს საფრთხელი. ფეხბურთელებმა პასიკამ და დანინამ შემთხვევაში ყველაფერი სრულდება კი ვარშანას მორიგი მცდელობით, რომელიც იბლოკება. ელოადის შვიდი პასი. აქ რამოდენიმე ნაბიჯი წინ ლუკასის მხრიდან აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ის დაიუფლოს ბურთს. კარგია ვარშანა, კვლავაც ისევ გადაშალა გიჟზე, მიიღო ბურთი გიჟიმ ჩაწოდება სცადა საგრემო მოედანში, სადაც შეპარული იყო სანდრო. კიდევ ერთი კუთხური. მაქსიმალური განხმევება ბავშვების, მშობლების მხრიდან ინტერი გესმით ჩაწოდება ასაჯერიმო მოედანში. რა კარგი მომენტი იყო ესეც, აქაც არ გამოვიდა გოლის გატანა. ეს პასი თავიდანვე გამოჩნდა რომ განწირული იყო, თუმცა დემემ მაინც მიაცილა ბურთი, გამოყვა მას ყოველ შემთხვევისთვის.
ლუკასმა უნდა განაახლოს თამაში. ფლანგზე ჭელო ვარშანა კედელი ვერ გაათამაშეს გუთის დარჩება პასიკა იბრძვის რა კარგად თამაშობს პასიკა ერთ მეორე საუარა შემდეგი პასა დანის ისევ პასიკას უბუნებს გუზანი აქ ჯარიმა გავდა ძალიან ნუ თავად მომპოვებელი მაგრამ საჯარიმო დარტყმისა ნიკოლოს პასიკაშვილი იმზადება როდესაც დარტყმის შესაძლებლად კარში დააფრა ბატონო ახლო კუთხე კარგად დაფარა კაპანაზე გადაარჩინეს პრეზიდენტი ანდრიამ ის გებას იმსახურებს დღეს კი უმეტესობა დარტყმების წავიდა იქ სადაც მეკარე იმყოფებოდა თუმცა ამ სველ ამინჩი მარტივი ნამდვილად არ არის ამდენი ბურთის მოგერიება საკმაოდ ბევრი დარტყმა განხორციელდა უკვე მისი კარის მიმართულებით ისე ვარშანა ჭელოზე ჭელო დანიზე დაუჭერეს პასი აქ უკვე იგი თამაშობს ბურთზე მოპარეს გუთი გიზის თუმცა ბოლომდე იბრძვის ის და თვითონვე გამოსწორა თავისივე შეცდომა ბრავო გით ანდრია წერეთელი დამაჯერებელი და დომინანტური იყო ამ სიტუაციაში ლამაზი ეფექტური პასი სანდროსგან ეფექტის მომტანი ისე გუნდის არ აღმოჩნდა აი აქ ისევ დემეთ ფილობს თავისმენების დაზღვევას და უმართლებს ინტერნაციონალებს რომ დარტყმა ზუსტი არ გამოვიდა საკმაოდ საფრთხე და მწვავე ცდილობა ვნახეთ ავაზასი შეეძლოთ მათ ამ სიტუაციაში ანგარიშის გაქანავება ლუკასის პასი ჭელოზე ჭელოს გადაცემა სანდროზე ზუსტია საბურთალოდან წამოვიდნენ ინტერის აკადემიაში სანდრო ჭრევა და ვარშანა თავის დროზე დემე თამაშობს კარგად ის და დუდუ ლოკომოტივში იწყებდნენ 5 წლის წინ თავიანთ საფეხბურთო კარიერას ნაკ შეცდომა სწრაფად მარტივად ბურთი ინტერის აკადემიამ დაიბრუნა გიჟი ჩატეხა უკან მეორესაც ჩაუტეხა ფეხშიც მოარტყეს მაგრამ ბურთით ის თანაგუნდელები რჩებიან და თამაში გრძელდება ელო ბრავო ელო ის ვარნოს ასრულებს რომ გადაარჩინა საკუთარი გუნდი აქ ისე შეცდომა ბურთი სანდროს მისდის გახდება საჯარიმო მოედანს კარგი მოძრაობა ერთი მეორე და ჯარიმო მოიპოვა სანდრო მან გუშინდელ ნახევარფინალში ავაზა 1960 საკმაოდ დამბისავი ჯარიმა შეასრულა მაგრამ შეაგდო მაგრამ აი ახლა დაუთმო თანაგუნდელს დანიელ ჯანაშია სანტანდარტის შესრულების უფლება უკანს კარის მიმართულებით იგერიებს ამ ბურთსაც კაპანაძე ანდრია უნვალე შეხვედრას ატარებს ავაზას მეკარე ინტერსი შევაბურთი გადაწყვეტილია აქეთ მხარე
ერთის შიდა ნაწილით ის არ გამოსდის გადაცემა, უკვე ავაზას მეცხრე ნომერს ცენტრ ფორვარდს გუნდის და შუბიტიძე დანის აღარ გამოუვიდა. ერთი შეტევისთან გუნდის მიღებასთან შეგდება საჯარიმო მოედანში, თუმცა კუთხური აქვს ავაზას ახლა. ნახოთ რა გამოვა. ელოიგერიოს თავის საჯარო მოედანი. პასიკა ძალიან ტექნიკურად, ლამაზად მოხდენილად თამაშობს გააყოლა ბუთი სანდროს. კარგია, სანდრო მიუხედავად იმისა, რომ ბუთი გაიქცა, ოდნავ წინ მიახერხა, კორპუსი ჩადგა, ბუთი შეინარჩუნა. და აქაც სანდრო აქვს ახლა საჯარიმო მოედანში. ბუთი გრიჟის მიუვიდა, თუმცა იქამდე გაიხსნის არბიტრის სასწრაფო, რაც იმის გამოა, რომ თავაზას ფეხბურთელს მოვდა. აბუნებრივია, მსაჯიც უმალვე დაინტერესდა ბავშვის მდგომარეობით. ინტერს უნდა დარჩეს ბურთი. გიჟი პასაკეთებს საჯარო მოედნისკენ და ალბათ უთხური. ადიონიდან უნდა შემოხვიდე. არა, ბოლო მომენტში ავაზას ფეხბურთელი აუძიახებს ეს მოგერიებას. აკა ლანდია ცდილობდა ტექნიკურად თამაშს, აქ უკვე ფაულს თამაშობს ინტერის მეათე ნომერი. დანი მიბრძოლა სანდრომ დაარტყა შორიდან, თუმცა ასეთ დარტყმულებს დღეს ანდრია არ უშვებს. გამიგეთიო არბიტრი ეუბნება ავაზას ფეხბურთელს. ჩვენ იმყოფებოდა ისა. ვენდოთ ის გადაწყვეტილებას. თამაში გაგრძელდა. ვარჩანა ამჯერად გრძელი პასი ჩაიკითხა, არ გამოვიდა, თუმცა ბუთი ინტერს შეერა. უახლოვდება მათი კულმინაციას, უახლოვდება დასასრულს, 1-0. საკმაოდ საინტერესო დაძაბული ფინალი გამოდის, რომელშიც ყველას გოლით ინტერი იგებს. კარგად თამაშობს, მიაქვს ბურთი, თუმცა ამდენ ფეხბურთელს ვერ გაუმკლავდა. აკალანდია აზრობს მას და ახერხებს ბურთის მოგერიებას. აუტის ჩამოწოდება არ გამოუვიდა თავაზას ფეხბურთელებს კარგი, თუმცა კიდევ ერთი აუტი ეხება მათ. აქ უკვე აუტი ინტერის სასარგებლოდ იქნება. არანაირი ჯარიმა გიჟის მხრიდან არ ყოფილა. აკალანდია ინტერის უნდა იყოს ბურთი. პირველად ჩამოწოდა მორიკი აუზი. დემე ფარავს კორპუსით. დაუთმო ჭელოს ბურთი, რომელიც აიტანა აქ გიჟსაც საკმაოდ კარგად აქვს ბურთი წინ. დანი ჩვენი თამაშობს ამ სიტუაციაში, ბუთი სანდროს მისდის პასს აკეთებს. პასიკაზე სანდრო. აკალანდია ძალიან ტექნიკურად თამაშობს ამ სიტუაციაში. ეს შეხედვით მიიღო მეორეთი, სადა რომ გაუგდოს მეტოქით, მაგრამ ბოლომდე გვერდი ვერ აუარა. ლეჟავა ინკოლოზის ვარნა აღმოჩნდა. სიტუაციის მეტნაკლებად გამამშვიდებელი მისთვის და მისი გუნდისთვის. დანის კარგი პასი ისევ ეს მე-11 ნომერი. მავარლან მიგდო ხელს გულში, თუმცა ეს პასი არ აზუსტია და ლუკასმაც არ იჩქარა, ბუნებრივია. მისი გუნდი იგებს მატჩი უახლოვდება კულმინაციას. ძალიან ახლოს არის ინტერნაციონალი, იმისათვის რომ დაიწყოს ტიტული. მშვიდობის თასი შარშან რაიამზინ მომულო. ჭელო, ჩვენი თამაშობს, განიას კარგად მიიღო ბურთი. პასიც
ზუსტი გამოაცხოს ანდროზე და ეს დასასრულია ინტერნაციონალე მილანო ჯორჯია იცავს თავის ტიტულს 1-0 უდაძაბულო ფინალში რომელშიც ფლობდნენ ინტერის ფეხბურთელები უპირატესობას ისინი ახერხებენ მინიმალური სხვაობით ანგარიშით 1-0 თავისი მატჩის მოგებას ნიკოლოზ წერელაშვილი აღმოჩნდა დღეს მატჩის გმირი მისი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა სხვაობის მომტანი ინტერნაციონალისტს